გიგრძნიათ თავის კანზე წვა ან ჩხვრეტა. მოდით გავიგოთ, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე. შეიძლება მარტივი დაღლილობიდან თავის კანზე წვის, ჩხვლეტის ან ზედაპირული ტკივილის შეგრძნება სერიოზულ ნევროლოგიურ მიზეზებამდეც მერყეობდეს. პირველი, კეფის ნერვის დაზიანება. ამ დროს კეფის არეში გამავალი ნერვები ღიზიანდება, კუნთების დაჭიმვის ან მალების პრობლემების გამო. ეს იწვევს წვას, ელექტროშოკის მაგვარ ჩხვლეტას და ხანდახან კანის ზედმეტ მგრძნობელობას. მეორე, კისრის მალების დეგენერაციული ცვლილებები. კისრის მალების გადახრის ან ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა ზეწოლა ხდებოდეს ნერვულ ფესვებზე. ეს იწვევს მგრძნობელობის დარღვევას, დაბუჟებას და წვას თავის არეში. განსაკუთრებით კეფასთან და საფეთქელთან. მესამე, ქრონიკული სტრესი და შფოთვითი აშლილობები. ნერვული დაძაბულობა ხშირად იწვევს კუნთების სპაზმს, განსაკუთრებით კეფისა და კისრის მიდამოში. ეს სპაზმი ზემოქმედებს თავის კანის ნერვებზე და იწვევს ზედაპირულ წვას ან დაჭიმულობას. მეოთხე, ვიტამინების დეფიციტი. ნერვული სისტემა ძლიერ დამოკიდებულია საკვებ ნივთიერებებზე. B12-ის ან ფოლიუმის ნაკლეობა ხშირად იწვევს გრძნობელობის დარღვევას, მათ შორის კანის წვას ან ჩხვლეტას. მეხუთე, ვირუსული ნევრიტი, მაგალითად ჰერპეს ზოსტერი. ზოგჯერ წვა იწყება რამოდენიმე დღით ადრე, ვიდრე გამონაყარი გაჩნდება. ხშირად მოიცავს თავზე ლოკალიზებულ ძლიერ წვას და კანის ჰიპერგრძნობელობას. როდის მივმართოთ ნევროლოგს? როცა სიმპტომი განმეორებითია ან ძლიერდება, როცა თან ახლავს თავბრუსხვევა, დაღლილობა, დაბუჟება ან მხედველობის დარღვევა და როდესაც წვა გიშლის ხელს ძილში და კონცენტრაციაში.